პირველ რიგში უნდა შეხვიდეთ Moodle-ის ელექტრონულ პორტალზე. შემდეგ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ენა და გაიაროთ ავტორიზაცია. გაითვალისწინეთ, აუცილებელია ავტორიზაციისას შეიყვანოთ მომხმარებლის სახელი. პორტალზე შესვლის შემდეგ გადადით ჩემი კურსების კატეგორიაზე, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი კურსი და გამოგიჩნდება ზოგადი ინფორმაცია, სადაც შეგიძლიათ იხილოთ პედაგოგის საკონტაქტო მონაცემები. იმისათვის, რომ ატვირთოთ დავალება, უნდა ჩამოსკროლოთ, აირჩიოთ სასურველი ლექცია, შემდგომ ლექციის ქვეკატეგორია დავალება, გაიცნოთ ზოგად ინფორმაციას, აირჩიოთ დაამატე წარსადგენი დოკუმენტი, შემდეგ გამოჩნდება ის არის, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ატვირთოთ თქვენი დავალება. დაადასტუროთ ფაილის ატვირთვა და შეინახოთ ცვლილებები. როგორც ხედავთ, თქვენი დავალება ატვირთულია. შეტყობინებების სანახავად შეგიძლიათ ზედა მარჯვენა კუთხეში აირჩიოთ ზარის აიქონი და გაიცნოთ სიახლეებს. ხოლო რაც შეეხება შეფასებებს, შეგიძლიათ გადახვიდეთ ნიშნების კატეგორიაში, სადაც იხილავთ თქვენი თითოეული დავალების შეფასებას. დასწრების შესახებ ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ აირჩიოთ კატეგორია დასწრება და გაიცნოთ სრულ ინფორმაციას დასწრებებთან დაკავშირებით. მოგსურთ პროფილის რედაქტირება, აირჩიეთ ზედა მარჯვენა კუთხეში თქვენი ავატარი, შემდეგ გადადით პარამეტრებზე, აირჩიეთ პროფილის რედაქტირება და შეცვალეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია. ვებსაიტის პარალელურად შეგიძლიათ გადმოწეროთ მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Play Store-ში, ისე App Store-ში. აპლიკაციის გადმოწერის შემდგომ შეგიძლიათ შეიყვანოთ მზიურის Moodle-ის მისამართი და თქვენი მონაცემები. გისურვებთ წარმატებას!